გამარჯობა, ეს არის მე-6 ეპიზოდი დიაგნოზ მიღმა. მე ვარ მისი წამყვანი ანა ჩირაძე და ასევე ჩვენთან სტუდიაში არის ამ პროექტის თანაწამყვანი ქეთი ვარსიმაშვილი, გაფანტული სკლეროზის ფონდის ხელმძღვანელი. გამარჯობა, ქეთი. გაგიმარჯო, სანი. როგორ ბრძანდები? კარგად ვარ თავად. თავადაც ვარ კარგად. მიხარია ძალიან. მეც ძალიან. ანი, დღეს ჩვენ გვყავს სტუმრად უმშვენიერესი მარია მეკოკიშვილი, რომელიც თავად ისაუბრებს თავის შესახებ და ამ დიაგნოზის შესახებ. გისმენთ, მარია. მოგესალმებით, მე ვარ მარიამი, 28 წლის, 2 შვილის დედა და თითქმის უკვე 8 წელიწადია, რაც მაქვს ეს დიაგნოზი გაფანტული სკლეროზი. მარიამ, 8 წლის წინ დაგისვეს ეს დიაგნოზი. რამხელა შვილები გყავს? უფროსი გოგონა არის 8 წლის და პატარა 2 წლის. ანუ შენ დიაგნოზის დასმის შემდეგ გააჩინე ორივე შვილი? პირველი რომ გავაჩინე 11 თვის იყო, როდესაც დამეწყო სხვადასხვა სიმპტომატიკა და უკვე ამის შემდეგ დავიწყეთ კვლევა. ანუ პირველი იყო 11 თვის, როდესაც ეს დიაგნოზი დამისვეს. 8 წლის წინ არ არსებობდა მკურნალობა. ანუ შენ გააჩინე ბავშვი და 11 თვის რო გახდა ბავშვი, დაგისვეს ეს დიაგნოზი. დიახ. რა მოხდა ამის შემდეგ? ამის შემდეგ ფაქტიურად სრულად ამოყერავდა ჩემი ცხოვრება, მათ შორის ეს რუტინა, რაც იმ პერიოდში მქონდა, მაშინ ვიყავი 21 წლის. პირველ რიგში ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, იმიტომ რომ რეალურად დიაგნოზის შესახებ როდესაც გავიგე, სანამ დამისვდნენ, სავარაუდო იყო ეს დიაგნოზი. პირველი რეაქცია ალბათ ესეთი იყო, ალბათ არა ესეთი იყო, რომ აი მაგალითად არ მაქვს არანაირი დაუშვათ გულმოვიწყობა და არაფერი მსგავსი, ანუ პირდაპირ დავაკავშირე გაფანტული სკლეროზთან, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე და ჩვეულებრივი მომენტი იყო მაშინ ეს ჩემი. მაგის შემდეგ უკვე დაიწყო კვლევები, ვიყავი ნევროლოგთან მისული, რომელმაც მაშინვე მითხრა, რომ უნდა გამეკეთებინა ანალიზი ზურგის ტვინიდან აგვეყოს სითხე და გავაგზავნეთ თურქეთში, ასევე გავაგზავნეთ გერმანიაში, ველოდებოდით პასუხს და სავარაუდოდ მან ზოგადად როგორ არის ამ გაფანტულ სკლეროზზე პირდაპირ დოკუმენტით არ მოდის, რომ ეს არის გაფანტული სკლეროზი. სხვადასხვა დაავადებების გამორიცხვის შედეგად ხდება უკვე ის, რომ აი შესაძლოა ეს იყოს გაფანტული სკლეროზი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გერმანიაში გავაგზავნა ეს ანუ ზურგის ტვინის სითხე და ისიც გამოგვეკვлия, იქიდანაც იგივე ანალოგიური პასუხი მოგვევიდა და ხო, მოკლედ ამის შემდეგ რეალურად ყველაფერი შეიცვალა. პირველ რიგში ის, რომ დაახლოებით 1 თვე ვერ გადავადგილდებოდი. მარიამ, რითი დაიწყო? პირველი სიმპტომი რა იყო? აი, ერთ დღეს, ეს იყო 19 მაისი, დამეწყო ქუსლის ტკივილი. ქუსლის ტკივილი. დიახ, აი იცით როგორი შექმნა მქონა, თითქოს რაღაც ლურსმანი შეკერჭო ქუსლში. აი ესეთი ის მქონა ზუსტად. ეხლაც მახსოვს აი ეგ დღე, იმიტომ რომ რაღაცნაირად დისკომფორტი შემექმნა და ამის შემდეგ დაახლოებით 4 დღეც არ იყო ალბათ გასული, უკვე ვგრძნობდი, რომ თლიან ნახევარ მხარეს, მარცხენა მხარეს ვეღარ ვგრძნობდი. მაშინ პატარა მყავდა ბუნებრივ კვებაზე და აი ბუნებრივზეც რომ მყავდა, აი ამ პროცესში უბრალოდ ვერ ვგრძნობდი, რომ ბავშვი დაუშვათ იღებდა საკვებს. იმდენად გამიბუშდა ეს მარცხენა მხარე და მე ყველაზე კრიტიკული, ყველაზე ესეთი მომენტი რაც იყო, რომ გადავწყვიტე, რომ ექიმთან აუცილებლად უნდა დროულად მისულიყავი, იყო ის, რომ რაღაც მაღაზიაში როდესაც შევედი და კოკაკოლის ქილა ავიღე, ხელში მარცხენა ხელით ავიღე და გამყიდველს ვეუბნები, რომ მეთქი ცივი მინდა თქვა, არ მინდა მეთქი ეს თბილი თქო და ქალბატონო 3 დღეა მაცივარში არისო გამოვუღებლა კოკაკოლა და ანუ ხო ცნობილობა დამეკარგა. მე მარჯვენა ხელში რომ გადმოვიტანე, უკვე რა თქმა უნდა ცივი იყო ეს ქილა და აი აქედან მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა იყო. ანუ პრობლემა აღიქვი შენ სწორად პრობლემად. და კიდევ ერთხელ ვწმუნდები, მე ამ მე-6 ეპიზოდის დროს, რომ ეს არის აბსოლუტურად მისტიური რაღაცა დაავადება, რომელიც საიდან, რა დროს, რანაირად, რა სახით, რა ფორმით გამოგიმჟღავდება კაცი შვილმა არ იცის და აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. კი, მანდ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გაუშვათ რა ხელიდან და რაც ანუ შენ მე მგონი დროულად იმოქმედე, ხო, რომ მიხვედი და მე როგორ მოხდა, რომ მიხვედი ნევროლოგთან უკვე? იცით როგორ იყო, ჯერ მივედი ნევროლოგთან, რომელმაც ესე კლინიკურად გამსინჯა. ჩვენ თავიდან ვფიქრეთ, რომ შესაძლოა ყოფილიყო დისკოზი, იმიტომ რომ ახალი ნამშობიარები ვიყავი და მილიონ რაღაცას დააბრალებდი მაშინ, ახალი ნამშობიარები მილიონ რაღაც შეიძლება იყოს. და როდესაც გამსინჯა ნევროლოგმა მითხრა, რომ კლინიკურად ეს არაფერ კავშირში არ არის დაუშვათ დისკოსთან, მოდი გავიკეთოთ MRI კვლევა. შენ მოხდი სწორ სპეციალისტთან.
შენ ძალიან გაგიმართლა. თავიდანვე კი პირველივე ვიზიტი, როდესაც იყო ამ ნევროლოგთან, რომელსაც სხვათა შორის არ ვიცნობდი, უბრალოდ ესე რენდომ შევარჩიე და მივედი. პირველი იყო ეს, მერე იყო უკვე რადიოლოგთან გასაუბრება და ეგ დღე არასდროს არ დამოვიწყდება, იმიტომ რომ როდესაც ჩავეწერე MRT კვლევას და გავიკეთე კონტრასტის გარეშე თავიდან. მერე უკვე იყო ის, რომ მოდი გავაკეთოთ კონტრასტითაც, იმიტომ რომ რადიოლოგს რაღაცები აინტერესებს უფრო მეტად, რაც არ ჩანს ესე კონტრასტის გარეშე და კონტრასტით როდესაც გავიკეთე და უკვე რადიოლოგთან შევედი, ესე ოთახში როდესაც შევედი, დამხვდა ორი დიდი მონიტორი, ჩემი თავის ტვინი და პატარ-პატარა წერტილები. აი ეს იყო ყველაზე დიდი ფოლაკები. ხო, ყველაზე დიდი ესე ვთქვათ შოკი, სანამ რამეს იტყოდა ეს რადიოლოგიც, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყოველთვის ცუცელოდები და მithumetes, როდესაც გიბარებს და გეუბნება, რომ აი მოდი დროულად დავიწყოთ ამაზე საუბარი და ფიქრი და ერთადერთი რაც მითხრა ამ რადიოლოგმა, თუნდაც მოდა დაზუსტებით არა, იყო ის, რომ აი შენი ასაკის ახალგაზრდა გოგონებს ხშირ შემთხვევაში აქვთ ხოლმე ეს გაფანტული სკლეროზი და შესაძლოა შენ შემთხვევაშიც იყოს ეს. თუ არა, დაუშვათ რაღაცა უარესი. აი ეგ მახსოვს, რომ რაღაც უარესთან შედარებით უფრო მარტივი ის თუმცა გაჟღერდა გაფანტული სკლეროზი. ოღონდ გაფანტული სკლეროზი რო გაჟღერდა, მარიამს ეგონა რომ ეს არის კოგნიტურ შესაძლებლობებთან, მეხსიერებასთან და ასეში როგორც გონია ძალიან ბევრ ადამიანს. და როცა აგიხსნეს, უკვე როცა მიხვდი შენ რა არის ეს დაავადება, რომ ეს არ არის მეხსიერებასთან დაკავშირებული, ამ დაავადებასთან ერთად თანაცხოვრება შეიძლება იმ წუთში ალბათ შენ ეს ვერ გაიაზრე და იყო სრული დიახ, იცით როგორ იყო, მე და ჩემი მეუღლე ვიყავით მაგ დროს მისულები შესრულები რადიოლოგთან, მახსოვს რომ მითხრა რომ აუცილებლად ეხლავე უნდა დაიწყო ისეთი რადიოლოგის, პროცედურით უნდა დაიწყო ისეთი ნევროლოგის მოძიება, რომ დრო აღარ დაკარგო და რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ დიაგნოზის, ესე ვთქვათ, დადასტურება, რომ მე რა უკვე სწორად დაიწყო მკურნალობა. და ეგ დღე თან ისე დაემთხვა, რომ პარასკევი იყო, მე შაბათ-კვირა მოდიოდა და უკვე ფაქტიურად კლინიკები არ მუშაობდნენ შაბათ-კვირას. აი ეს ორი დღე იყო ჩემთვის, არ ვიცი, ალბათ 2-3 წელი თითქოს, იმიტომ რომ მოლოდინში ხარ, ჯერ არ იცი, ეგ დაავადება, არ არის დაავადება და მაგას გარდა უბრალოდ ყოველ დღე, ყოველ საათს უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა ფიზიკურად, მიჭირდა გადაადგილება. უბრალოდ ვერ დავდიოდი დამოუკიდებლად. რომ არა ოჯახის წევრები და ესე ვთქვათ, გვერდში დგომა, ალბათ მართლა 2 და 3 ნაპირსაც ვეღარ ვდგამდი. უკვე სხვადასხვა ორგანოზე წავიდა და სიერული მთლიანი მარცხენა სფერო, აი რომ მინდა და რომ მარცხენა ფეხი გადამედგა, უბრალოდ ვერ ვდგამდი. აი არ მქონდა მაგის ის, რომ აი ფეხი გამემოძრავებინა. დავიწყდა ფეხს მოძრავ. მარიამ ეს ლურსნის შეგრძნება გაგრძელდა? გაგრძელდა, დიახ, სანამ ეს პულს თერაპია არ ჩავიტარე, მანამდე გაგრძელდა და პირველი რაც გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იყო ის, რომ მივედით ნევროლოგთან, საკმაოდ კარგი ნევროლოგია და დღემდე მაქვს მაგ ადამიანთან ურთიერთობა. მაშინვე გავაკეთეთ ეს ანალიზები, ზურგის ტვინიდან ავიღეთ სითხე და აღარ დავალოდეთ პასუხს. გულისხმობ იმას, რომ პულს თერაპია დავიწყეთ მაშინვე, რომ ეს ალაგება მომხდარიყო. სავარაუდოდ დიდი ალბათობით თვითონ ნევროლოგიც ამ კლინიკური ესე ვთქვათ გასინჯვის შემდეგ მიხვდა, რომ ეს დაავადება იყო, მაგრამ გჭირდებოდა ამის დასტური ოფიციალურად. და რამდენ ხანში იგრძენით აი რაღაცა შეღავათი, სიმსუბუქე? დაახლოებით 2 კვირა დაჭირდა. ყოველთვის იმიტომ, რომ საკმაოდ აგრესიული ფორმით დამეწყო აი ეს დაავადება. მერე მაგის მერე ეგეთი ძლიერი სიმპტომები აღარ მქონია გამოვლინებები. აგერ უკვე 8 წელი გავიდა, ხო? 8 წელი გავიდა. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ 8 წელიწადში შენ მეორე შვილის გააჩინა. ეს როგორი იმედი, ეს არის, აი არ ვიცი რა ვთქვა, იმედიც არა, ეს არის რეალობა, იმედი რეალობად ქცეული, როდესაც შეიძლება ამ დიაგნოზით სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრო, იყო გახდე დედა, მეორეჯერ და აი ამაზე მინდა რომ ორი სიტყვაც გითხრა. კი ბატონო, მოკლედ პირველი როდესაც დაიბადა და ჯერ მაშინ წერტოთ არაფერი მსგავსი არ მქონია, არც სიმპტომები, არც რაიმე, რომ დაუშვათ მეფიქრა რაიმე გამოკვლევებზე. აი მეორე რადიკალურად განსხვავებული იმით დავიწყე, ფიქრი მეორეზე ფიქრი, იმიტომ რომ მაშინ პირველზე ვიყავი 20 წლის, მეორეზე ვიყავი 26 წლის, უკვე სხვა ფიქრები მქონდა. დიაგნოზით, 26 წლის დიაგნოზი. კი ბატონო, 26 წლის ხდებოდი, მკურნალობდი ჩვეულებრივ, ვიყავი ამ იმაში, მკურნალობის პროცესში.
და ვიფიქრე რომ მოდი ცოტა ხნით შევისვენებ, რადგან ყველაფერი სტაბილურად მიდიოდა და შედარებით უფრო კარგად იყო ჩემი მდგომარეობაც, ვიფიქრე რომ მოდი ცადოთ იქნებ გამოვიდეს და მეორე პატარა შეგვეძინოს და მეორე ბედნიერი საჩუქარი საკუთარი თავისთვის. ოღონდ უკვე გაზრებულად მქონდა რომ აუცილებლად მინდოდა მეორე შვილი. და ისე იყო რომ რადგან კვლევები მაგვიჩვენა რომ ახალი კერა არ იყო იმ ეტაპზე და იმ წელიწადს და შედარებით უფრო მარტივად ჩაიარა იმ ერთმა წელიწადმა და ვთქვი რომ მოდი ეს ერთი წელი შევისვენებ, შევხედავ რა და როგორ იქნება, მადლობა ღმერთს რომ ერთ თვეში გავიგე რომ ვიყავი ორსულად და მთელი ორსულობის პერიოდი იყო იდეალურად, ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა, დაწყებიდან დასრულებამდე, თუმცა ბოლოს მქონდა ის რომ წესით ფიზიოლოგიურად უნდა მემშობიარა და მაისის თვეში ველოდებოდით მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში მაისის თვეში დამოწყო ძლიერი თავის ტკივილები. აი გაღუსაცლისი თავის ტკივილები, რის შედეგადაც გადამიყვანეს მე ხუთუშაურში და რა თვიანი მოევლინე ანასტასია ამ ქვეყანას. რა მოხდა? რა თვიანი, ხო. დაიბადა ადრე და იმ პერიოდში არ ვიცი, დღემდე ვჭობს და ვფიქრობ რომ შესაძლოა ყოფილიყო ეს თავშოთ აი ამ გაფანტული სკლეროზის ისე ვთქვათ დაავადებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, მაგის თქმა მინდა ბავშვი არის იდეალური, ჯამრთელი. არ ვიცი, ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა, ესე რომ ვთქვი. ეს არის ისეთი ისტორია, რომ კიდე აი ძალიან რაღაცა სიღრმისეულად მინდა რომ ხაზი გაუსვა. შენ სიძლიერეს ამ შემთხვევაში, რომ ამ დიაგნოზით შენი სწორად გააზრებული პროცესის პერიოდში შენ გადაწყვიტე, გააჩინე სრულიად ჯანსაღი ბავშვი შენი დიაგნოზით. აი, რა უნდა იყოს? ამაზე დიდი სიძლიერე ცხოვრებაში რა შეიძლება გააკეთო? აი, როგორია შენი შვილებთან კონტაქტი, თამაში, ყოველდღიურობა, სადმე ხوارფერ ხდები, რამეში ხომ არ გაგიჩნდა? იცით როგორ არის, აი გამწვავების პერიოდში მაქვს ხოლმე ისეთი ესე ვთქვათ, დღეები, როდესაც უბრალოდ ფიზიკურად არ მოქვს იმის საშუალება, რომ ის დრო, რასაც ესე ნაყოფიერად ყოველდღურად ვიყენებ, გამოვიყენო იმ დროს. შედარებით მაინც მაქვს ეს შეფერხების მომენტი, თუმცა ზოგადად ყოველდღიურობაში საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ, შემიძლია ვთქვა, არაფერს არ ვაკლებ ჩემს თავს, ასევე ფიზიკურად მინდა რომ აღვნიშნო ფიზიკური მიდგომით. რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას, ვარ ჩვეულებრივ საკმაოდ აქტიური დედა. ყველაფერში ვიღებ მონაწილეობას და აი ყოველთვის ვცდილობ იმას, რომ ყოველი დღე იყოს რაღაცით უფრო კარგი, რაღაცით უფრო, ესე ვთქვათ, გავზარდო ჩემი თავიც და ხო, რო ვთქვა, რომ აი ეს დაავადება მე მიშლის რამეში ხელს, არა, მართლა არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, ერთადერთი თუ არ ჩავთვლით აი ამ გამწვავების პერიოდს, რასაც უკვე ფაქტიურად შევეჩვიე და ვისწავლე ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება. იყო ხოლმე დრო, როდესაც რაღაცა პატარ-პატარა გამწვავებაც არ იყო. აი რაღაც ის იყო ხოლმე სიგნალები, რომელსაც რაღაცა პანიკაში ვარდებოდი, რომ აი რატომ, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, მაგრამ დღესდღეობით უკვე ამ ყველაფერს, რადგან მე თვითონ ფსიქოლოგიურად ვმკლავდები და ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვფიქრობ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ მიდგომას, რაღაცა თავისით გადის, მე დაიწყება, მე თავისით გაივლის და ეს ყველაფერი მარიამ, არ ვფიქრობ, რომ ეს არის რატომაც ახლა ესეთი აზრი მომივიდა თავში, რომ ეს არის დროულად დასმული დიაგნოზის შედეგი. შენ რომ დროულად დაისვი დიაგნოზი, დროულად აღიარე და დროულად დაიწყე მკურნალობა. ხო არის ეს ამის მაჩვენებელი, შენ როგორი საღი ხარ დღეს? კი, რა თქმა უნდა, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მართლა ყოველი დღე იმდანად მნიშვნელოვანი, ამიტომაც როდესაც ეს ყველაფერი იწყება ესეთ აგრესიულ ფორმაში. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე მაგალითად დღეს უკვე ვიცნობ რამდენიმე ესეთ ადამიანს, რომელსაც სამწუხაროდ არ შეუძლია გადაადგილება დამოუკიდებელად. იმიტომ რომ გაექცათ დიაგნოზის დასმის დრო, მკურნალობის დაწყების დრო. დიახ. მე ვფიქრობ, რომ ამ დაავადებაში ეს არის უპირველესი, რომ დროულად მიხვდე, დროულად მიმართო სპეციალისტს, დროულად დაგისვან დიაგნოზი და დროულად აღიარო შენს თავთან, რომ დროულად უმკურნალო თავს. ეს არის გადარჩენის ერთ-ერთი საწინდარი, მე ასე ვფიქრობ. ზუსტად ასე, რაღაცა ჯაჭვური ეს არის მართლა, იმიტომ რომ მე დავამატებ, რომ კიდევ შეზინო საკუთარ თავს, ან მოუფიქრო, აი რა გაგაბედნიერებს ყველაზე ძალიან, რომ ცოტა მოეშვა, გადაივიწყო და შეიმსუბუქო შენი ყოველდღიურობა. ნუ ფიქრი ყოველ შემთხვევაში ამ დაავადებაზე. სწორი არჩევანი გაგაკეთებული, ან მე ორჯერ გახდი დედა და ამაზე კარგი საქმე ვერც კი წარმომიდგენია რა შეიძლებოდა გაგეკეთებინა. ყველას თავისი, ასე ვთქვათ, ისა
ხალისის და აი ამ ცხოვრებისკენ სწორად შენარჩუნებისკენ ყველას თავისი ფორმა აქვს ხო წინა ეპიზოდში ყავდა თემო DJ რომელიც 3 საათიან ტრეკებს უკრავს და 4 საათიან 3 საათი მე ვეღარ ვცეკვა უკვე და რაღაცა სურვილები რითიც ადამიანს შეუძლია რომ თავის თავი დააყენოს ისე როგორც უნდა მყარად იდგეს რასაკეთებ შენი დედობის და აი ამ რაღაცა შენი ცხოვრების იქით რა პროფესიის ხარ რითი ხარ დაკავებული პროფესიით ვარ მარკეტოლოგი და სხვათა შორის ეს დაავადება რომ გავიგე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიაზე და ჩემს ხედვაზე იმიტომ რომ ზუსტად მაშინ როდესაც ამ დაავადებაზე შევიტყვე მივხვდი რომ რაღაც ახალი უნდა დამეწყო და დავიწყე ჯერ კიდევ მაშინ ესე არ იყო ეს ინფლუენსერობა კონტენტ კრეატორი და ასე შემდეგ ეს პროფესია თუმცა დავიწყე ვიდეოების ჩაწერა ჩემს ყოველდღიურობაზე პირველი იყო ჩემი Instagram გვერდი და ნელ-ნელა თითქოს რაღაცნაირად გავთავისუფლდი დავივიწყე ეს ჩემი დაავადება და აი იქიდან მოყოლებული რაღაცნაირად დღესდღეობით მაქვს 4 სამსახური, 4 სამსახურში ვმუშაობ. ვარ, კონტენტ კრეატორი შეიძლება ითქვას. ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაც მაქვს ათვისებული და უკვე მე თვითონაც ვეღარ ხვდები რეალურად რასთან მაქვს საქმე, თუმცა ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, დაგეგმარება და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ჩემი თავი და ჩემი ესე ვთქვათ ხედვა ის რაც ახლა დღესდღეობით მაქვს და რითიც მუშაობ ესე რომ ვთქვათ და მოსწონთ ჩემს დამკვეთებს. აი ეს უფრო და უფრო მეტად გავზარდო იმ თვალსაზრისით რომ რის საშუალებაც მაქვს და რის საშუალებასაც მაძლევს საკუთარი თავი და თუნდაც ფიზიკური მდგომარეობა მაქსიმალურად გამოვიყენო და ამიტომ თითქმის 3-4 თვეში ერთხელ ვცდილობ რომ რაღაც ახალი დავიმატო პროექტებზე მაქვს საუბარი და თან ამასთან ერთად მაქვს ესე ოფიციალურად 4 სამსახური 4 სამსახური წარმოგიდგენია ადამიანს ხო და საქმეც მაგაშია რომ შენ ხარ ადამიანებისთვის იმ ადამიანებისთვის ვინც გუშინ დღეს გუშინ წინ გაიგო რომ აქვს გაფანტული სკლეროზი რომ ეს არ არის განაჩენი ეს არის ის ეტაპი რომ დაიწყო ახალი რაღაცები და ეგ მინდა ზუსტად უთხრა იმ ადამიანებს ვინც ეხლა აღმოაჩინა თავის თავში ეხლა გაიგო ეს დიაგნოზი ანუ ახალი აღმოჩენა მარიამ განაჩენი არა ახალი აღმოჩენა აი გვესაუბრე ამ ახალ აღმოჩენას სხვათა შორის ბევრჯერ მithქვამს და ბევრისთვის მithქვამს რომ არა ეს დაავადება თქო შესაძლოა დღეს მე აქ ესე არ ყოფილიყავი ანუ ის რასაც მე დღეს უკვე მივაღწიე და აქამდე მივაღწიე. შესაძლოა ეს ყველაფერი ჩემს თავში არ მეპოვა, ან ვერ მეპოვა და არ აღმოჩინა. ანუ აი ამ ყველაფერმა მომცა мотиваცია იმის რომ რადგან შენ ხარ რაღაცით გამორჩეული, ასე თუ ისე მაინც გამორჩეულად ჩამთვალა ნუ ამ სამყარომ ღმერთმა ის რომ მე მგონი სუპერძალა მე შეიძლება ასეც იყოს, იმიტომ რომ მართლა ამ დაავადებით მქონე პაციენტებს, ვისაც კი ვიცნობ, თუნდაც პირადად ან ისე იმდენად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ და უწევთ ცხოვრება და იმდენად ბევრ რამეს აკეთებენ დღევანდელობაში და ჩვენ სამყაროში, რომ ფიქრობ, რომ რაღაცით და გამოგვარჩია თქო ალბათ აი ამ სამყარომ, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის მერე დაიწყო ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის მერე მომეცა мотиваცია იმის რომ იცი რა, მოდი რადგან ვიცხოვრო ისე, რომ რაღაც დავტოვო ესე რომ ვთქვათ რა, რაღაც სახელზე არ მაქვს აქ საუბარი, აქ უბრალოდ საუბარი მაქვს. ხო, რაღაცა რომ ჩემი სახელი, ხო, რომ აი ეს ამან გააკეთა. და მართლა ისე ვიყავი, რომ აი დღესაც თუნდაც ჩემთვის შაბათი კვირა უბრალოდ არ არსებობს, რადგან არ მინდა რომ დრო დავკარგო. აი ეგ მომენტი მაქვს რომ სანამ ვარ ესე ვთქვათ ჯანსაღი ფიზიკურად შემიძლია რომ რაღაც ვაკეთო, მინდა რომ გავაკეთო. და ყველას ვისაც აი თუნდაც გუშინ დღეს ან არ ვიცი რაღაც უახლოეს პერიოდში დაუდგინდა ეს დაავადება, პირველი რაც მინდა ვთქვა და შევახსენო არის ის რომ თუ ისწავლიან ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას აი არ ვიცი, შეიძლება იმაზე ბევრად კარგი ცხოვრებით იცხოვრონ მომავალში, ვიდრე აქამდე იყვნენ. აი ეგ არის ყველაზე მთავარი ალბათ, რომ სწორად მე ვიღოთ ეს დაავადება და უბრალოდ ვისწავლოთ ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება. და რაც თავარია სწორ დროს და სწორად დასმული დიაგნოზი გქონდეს, რომ მიუყვეთ აი ამ ეტაპობრივად აი ამ ყველაფერს და. კი, ბატონო. შენ თუ იცნობ პაციენტებს, რომლებსაც
თქვათ გამოუმჟღავდა დაუსვეს დიაგნოზი ერთჯერ აი უცბად ერთხელ ქონდა და მე არასდროს არაფერი არ დამართნია. ვიცნობ კი ეგეთ ადამიანს. ანუ ეგეთიც არსებობს ამ დაავადებაში, რომ ერთხელ რაღაცა აი თუნდაც ის ქუსლში ჩხლეტა იყოს და მე აღარ განმეორდეს. კი ბატონო. ესე იგი როგორ უნდა გაგიმართლოს, რომ ერთი ქუსლში ჩხლეტისგან დაისვა დიაგნოზი და მე გაქრეს ეს ჩხლეტა. გაქრეს საერთოდ სამუდამოდ. შენ გიმეორდება ხოლმე, ანუ გიმწვავდება რა პერიოდებში? დიახ, გამწვავება მაქვს ხოლმე წელიწადში ორჯერ დაახლოებით. ეს პერიოდები არის ხოლმე ძირითადად უფრო გაზაფხულის პერიოდში. იცით როგორ იყო, ანუ პრინციპში წელიწადში უფრო ერთხელ და ორჯერ მქონდა, როდესაც გავაჩინე მეორე შვილი, როდესაც ვიმშობიარე და მაისში რომ დაიბადა, ივნისის პერიოდში უკვე დამეწყო ეს გამწვავება, ესეც პოსტშობიარობის რაში გამოიხატა? პირველად მქონდა თვალზე გამწვავება. ანუ თვალზეც მოგცა. დიახ, პირველად მქონდა თვალზე. ძირითად შემთხვევაში გამწვავება, როდესაც მქონია ხოლმე, ეს იყო ფეხის და ხელის დაბუჟება. და ხო, მეტყველების ეს თქვა გაუარესება. სხვა მხრივ გამწვავება არ მქონია მანამდე, ეს იყო თვალზე და ამის მერე უკვე 2 წელი გავიდა, არ მქონია გამწვავება. პირველად იყო ეს 2025 წელი, როდესაც საერთოდ არ მქონია გამწვავება. თუმცა ხო, სამწუხარო ფაქტია ის, რომ დღემდე ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული, რა იწვევს ამ დაავადებას, საიდან მოდის და ხო, ისიც რომ ჯერჯერობით განკურნებადი არ არის და ქრონიკულ დაავადებად ითვლება, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება. მარიამ, შენ როცა ეს დიაგნოზი გაიგე, გაფანტული სკლეროზის, შენ არც ერთი წამით არ გიფიქრია, რომ ეს დაგემალა. აი სტერეოტიპი, რომ მოდი დავმალოთ ახლა რო სკლეროზი, იმის არც ცოდნის გამო რო სკლეროზი, ის სკლეროზი არ არის თუ რაღაცა, მაინც აი ესეთი დამახინჯებული სამყარო გვაქვს დღესდღეობით, რომ უნდა დავმალოთ, იმიტომ რომ ვიღაცას სამსახურში გაუჩნდა პრობლემა, ვიღაცა სამსახურდა გაათავისუფლეს, იმიტომ რომ ჩათვალეს რომ სკლეროზი აქვს და შენ იყავი ერთ-ერთი ადამიანი პირველი მოწინავე, რომელმაც ერთი წამით არ დამალეს. დიახ. აი ამაზე მინდა თქვა ზუსტად აი კონკრეტულად ამ ამბავზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, პირველ რიგში ალბათ ეს იყო მიმღებლობა ჩემი ამ დაავადების მიმართ და იქიდან გამომდინარე, რომ მე პირადად საკმაოდ გამიმარტივდა ამ დაავადების მიღება და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა და გვერდში დგომა და მე ეს მქონდა და მადლობა მათ თითოეულ მათგანს. ამის მერე უკვე დაახლოებით რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ თავად ეს ყველაფერი აღმექვა, რომ მე ვიყავი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტი და ადამიანი და ამის მერე უკვე პირიქით მე ესეთი მიდგომით ვიყავი, რომ იცი რა, მოდი რადგან ბევრმა არ იცის ამ დაავადების შესახებ და ბევრისთვის ეს არის უბრალოდ უცხო ხილი, რომელზეც საერთოდ სხვა წარმოდგენებია, მათ შორის ვიყავი მე სანამ დაავადების, ასე ვთქვათ, ის გავხდებოდი, ანუ სანამ ეს დაავადება თანამონაწილე გახდებოდი ამ დაავადების, დიახ. და აი ამის მერე უბრალოდ მე მიხდა წყვეტილება ამ ყველაფერზე მესაუბრა ღიად, რომ სხვა ადამიანებისთვისაც ძალიან ესე მარტივად მიმეწოდებინა, ну თუნდაც ის სიმპტომატიკა იქნებოდა, გამოვლინება იქნებოდა თუ მკურნალობის, ასე ვთქვათ, მიმართულება და ვფიქრობ, რომ დღემდე, როდესაც ამ დაავადებაზე წერს ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ვიდეო მაქვს ამაზე ჩაწერილი და პირად გვერდზეც მაქვს განთავსებული. ბევრი მწერს რომ იცი რა დაახლოებით მსგავსი სიმპტომები მაქვს და რაც შეიძლება ასე ვთქვათ მივიდე, გამოვიკვდე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ, სრულიად ისე ვეუბნები ყველაფერს, რაც თავად მე მქონდა ეს ყველაფერი გამოცდილი და იმ პერიოდში, როცა აი ამ დაავადებას შევეჯახე და გარშემო ირგვლივ არაფერი მსგავსი არ იყო შემთხვევით ძალიან რთული და ძალიან ბურუსში მოცული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო დავკარგი ამ ყველაფერში, რომ ეს ყველაფერი გამომეწია და დღეს, როდესაც შესაძლებლობა მეძლევა, რომ აი ამ ყველაფერზე ღიად ვისაუბრო და ადამიანებს უფრო გავუმარტივო ეს პროცესი და ეს გზა, ვფიქრობ, რომ გონი ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გავაკეთებ და რაღაცნაირად ხო, მე თვითონაც მსიამოვნებს ის, რომ რთულია მესმის ამ დაავადების თქვათ გაგება, ამ დაავადების მიღება, მაგრამ როცა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია უბრალოდ გითხრას ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არაფერი აქ არ არის არც საშიში, არც რაიმე ესეთი, რომ ცხოვრება დასრულდეს ან დაასრულო, ეს ძალიან დიდი მოტივია. ძალიან დიდი მოტივაციაა. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგიტო ვართ ჩვენ დღეს აქ და ზუსტად ამისთვის, რომ ადამიანებს ზუსტად ის გავაგებინოთ და ხმა მივაწვდინოთ, რომ
თუ დროულად დაისვავენ დიაგნოზს, თუ დროულად აღიარებენ, აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. შენაირი პაციენტები მარიამ გზას უნათებენ უკან მდგომ ყველა პაციენტს და ამიტომ მართლა ნურავის შეეშინდება, იმიტომ რომ შეგიძლია მართლა შეუძლებელი შეძელით და შეძლებთ კიდევაც მომავალში. მადლობას გიხდით. ასეთ უმშვენიერეს გოგოს, მეტ ძალას, მეტ მოტივაციას, ბედნიერ დედობას და წარმატებულ კარიერას გისურვებ. დიდი მადლობა თქვენ პირიქით მოწვევისთვის და აი ამ პოდკასტისთვის, რაც დაიწყეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია მართლა ამ ადამიანებისთვის, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი და ჩვენი გვერდში დგომა. თქვენ ერთად, მე როგორც ვიცი თქვენ ერთად ისეთი გზა გაიარეთ, საკმაოდ რთული და საკმაოდ გრძელი ამ დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით. და ეგ რო გითხრა ორი სიტყვით. დიახ, მე მახსოვს ეს პერიოდი, ეს იყო დაახლოებით ალბათ 5-6 წლის წინ, როდესაც ჩვენი მოთხოვნა შეიძლება დავარქვათ იყო ის, რომ არა მხოლოდ თბილისში ყოფილიყო ეს პროგრამა, სადაც შეეძლებოდა ასე ვთქვათ მკურნალობა უფასოდ პაციენტებს, არამედ რეგიონებშიც, იმიტომ რომ ყოველდღიურად იყო ხოლმე თუნდაც შეტყობინებები ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს გსურს, ვინც რეგიონებში ცხოვრობთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენც ჩავერთოთ ამ უფასო საკვლევ პროგრამებში და საბედნიეროდ დღესდღეობით უკვე არის იმის საშუალება, რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს გაფანტული სკლეროზი, უკვე თავისუფლად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ამ ადამიანებისთვის შვება, რომ მათ უკვე შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეს მკურნალობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენც ამისთვის, რომ დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი, მე ვიცი როგორ იბრძოდით, მე უკვე ყველაფერი ვიცი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. გამოგვყევით, გამოგვიწერეთ YouTube არხზე, სოციალურ ქსელებზე. დაგვისვით აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვა. მზად ვართ გიპასუხოთ.